მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიხვალე ეს ადამიანი, ვინც განსასწრას აშინახართ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, იმ ადამიანებს, ვინც პატიმრობას აშინახართ, ყველას, ვისაც განსაცდელი აქვს, ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც განსაცდელში არის და რაღაც პრობლემები დამძიმებული არის და აი ამ სიმძიმის გადატანას გისურვებთ, რაც თავარია და გეხვეწებით, არ შეეგუოთ პრობლემას სულ წინ და ღვთისმედად აუცილებლად ყველაფერს გადალახავთ და თქვენ იცოდეთ, რომ რა პრობლემები შეიძლება თქვენ გქონდეთ, ეს ადამიანებისათვის ზოგისთვის სანატრელი არის. წარმოიდგინეთ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ და ასე რომ იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ ყველაზე ცუდად. ასე რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ პრობლემები აქვს და ასე შემდეგ ჩვენზე 1000 ჯერ მეტი და ეს ყოველთვის ვიცოდეთ რა და ბედნიერებას გისურვებთ პირველ რიგში და დღეს ყავს სტუმარი, რომელსაც აუცილებლად მინდა რომ დიდი მადლობა მოვახსენო. ჩემთვის აი უძვირფასესი ადამიანი და თან კიდე დაბადების დღე ქონდა მამაოს და რო არ მოგილოცოთ. თუმცა ერთი სიტყვით מה თქმა უნდა თუ შეიძლება მამა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ხარად მოგილოცეთ. კიდე მამაო თქვენი მრევლი მინდა აუცილებლად აი ყველაზე განსაკუთრებული თუ შეიძლება რომ აი გამონაკლისი რომ დაუშვა რომ აი მართლა აი ძველ დროს რომ მრევლის ერთობა იყო ხო იცით აი ჩვეულებრივი ოჯახები რო იყვნენ ხო იცით აი ეგეთი ერთობა არის თქვენ მრევლში და დიდი მადლობა მამაო ამისათვის და თქვენ მრევლს ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ მართლა თუ წარმოგიდგენიათ აი ძველ დროს რო იყო ხო იცით აი შეკრული რაღაც ქრისტიანები ერთ-ერთი ყველა მრევლი ძალიან მაგარია მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ყავს მამაოს თემქაზე ბიჭვინთვის ღვთისმშობლის ტაძარში და იქ მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი და კიდე რამოდენიმე აშენდება კიდე ძალიან ბევრი და სადაშორის იმ ადგილას მამაო სადაც აი ამდენ ტაძარი მამაო სადაც ააშენა წარმოიდგინეთ ზოგან ნაგასაყრელი იყო ზოგი კორპუსი ააშენო ზოგი რაღაცა და ამხელა ისტორია შექმნა იმ ადგილას და დიდი მადლობა მამაო ამ ყველაფრისათვის და ხვდები ხოლმე ხან გული კი მტკივა მამაო რომ რაღაც აფხაზეთი დაიკარგა თქვენ აქ ხართ რაღაცა მაგრამ თქვენ რატომ მოხდით აქ რამისით აი ამ რაღაცებს რო აკეთებთ ხოლმე მე ხვდები ხოლმე რა და მადლობა მამაო რომ ხართ თქვენ დიდება თქვენ გაჩენას და მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ გაიხარეთ დიდი მადლობა თქვენ ნამდვილად მოგილოცეთ იმიტომ რომ ჩვენთან მოაბრძანეთ მამა პაისის ნაკონი ნატარები დიახ ეს იყო ჩვენთვის ლოცვა კურთხევა იყო მამა პაისიდან ზეციდან და ძალიან ვინუგეშეთ რადგანაც განსაკუთრებულად გვიყვარდა მამა პაისი მისი წიგნების გავიცანით ის და მაგრამ აი ამ ფილმმა საერთოდ მოახდინა რაღაცა დიდი ქადაგება იყო მთელს ქვეყანაში ეს იყო დიდი მარხვის პერიოდი და ფაქტიურად ეს დიდი მარხვა ისეთ კვილად გაგვატარებინა ამ ფილმის ჩვენებამ და ძალიან ვინუგეშეთ რა თქმა უნდა მამაოთი რადგანაც ჩვენი თანამედროვეა მამა გაბრიელის თანამედროვე მოძღვარია ბერი იყო და ესე იგი თავგანწირული მოსიყვარულე უფლისაჩვენისა იესო ქრისტესი და მისი სული ზეციდან დაყურებს და გულოცავს რა თქმა უნდა და ძალიან ესე იგი ბედნიერებაა რომ ამ სამყაროს მივიახლებით და გვაქვს შესაძლებლობა რომ ესე იგი ვისაუბროთ აი ამ დიდ ადამიანებზე ეს საუბარი არის ნამდვილად სულისათვის სასარგებლო საუბარი, როცა წმინდანებზე ვსაუბრობ და ვიხსენებთ მათ და ძალიან კარგია ამ ცხოვრების, ესე ვთქვათ, გაზიარება ერთმანეთისადმი და ის ყველა ნივთი, რომელიც მათ უტარებინათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც გაპოხილი არის სულიწმინდის მადლით, თქვენ იცით რომ პავლე მოციქულის ტილოები, თავზე დადებული ტილოები მიქონდათ, ამას ბიბლია სახარება აღწერს და ინკურნებოდნენ ადამიანები, ჩრდილით ინკურნებოდნენ პეტრე და პავლე მოციქულის ჩრდილით და ეს ნივთები, რომელიც მათ უტარებიათ, ის ნივთებიც იყო სულიწმინდის მადლით გაპოხილი რა და როცა კურნებას, აი რა არის მნიშვნელოვანი, რომ კურნებას ღმერთი ახდენს. უბრალოდ ადამიანი ხდება გამტარი საფრთხო მადლის. აი სრულყოფილად შეძლეს ამ ადამიანებმა როგორც მამა პაისი არის და მამა გაბრიელი ჩვენი თანამედროვეები ხო აი ეს დიდი მამა ვიტალი ეს ადამიანები ესენი იყვნენ მათ შეიყვარეს ღმერთი სრულად და ღმერთი მათში დამკვიდრდა და ჩვენ როდესაც მათთან შეხებაში ვართ ჩვენ ამით ღმერთს უსასყიდლოდ ვღებულობთ ისევე როგორც ზიარების დროს
ჩვენ და დაუმსახურებლად გვეძლევა, ასევე აი ამ მამათა მადლი და მოღვაწეობით ჩვენ ღმერთს მივიახლებით და დიდება უფალს და მადლობა ამ დიდი წყალობისთვის, დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მადლობა თქვენ და ბედნიერება დაიბადო ერთხელ ადამიანი და აი რა თქმა უნდა ღმერთს არ აქვს ეროვნება, ღმერთს არ აქვს ესე ვთქვათ, დედამიწა ღმერთის შექმნილია, ყველა ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, მაგრამ არის ესე ვთქვათ, ღვთის სამყოფი, განსაკუთრებულად ერთობა, ღვთის ერთობის ესე ვთქვათ, გაერთიანებაა, ღვთისმოყვარე ადამიანების და ამ გაერთიანებას, ერთ-ერთ გაერთიანებას საქართველოს ქვია. და მადლობა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომ ერთხელ დავიბადე და ქართველად დავიბადე და არ მიწევს ესე ვთქვათ, ფიქრი ჭეშმარიტების ძიებისა, სადღაც ცხამთასიქით არ ვცხოვრობ, არამედ ვცხოვრობ დავიბადე იქ, სადაც ტაძარი ახლოს იყო, სადაც მოწამეთა სამშობლო არის, ღვთისმშობლის წილთომილი მიწაა, ჭეშმარიტად ეს ამას ამბობს ძალიან მნიშვნელოვანი არის ღირსი მამა სერაფიმე საროველი. ჩვენ ახლა ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ მე ახლა ოკუპირებული ვარ, კაცი გამოდევნილი ვარ და ახლა ესე იგი ის მომწონს, რომ არა, ნამდვილად არ მომწონს და ვგმობ ოკუპაციას, მაგრამ ამავდროულად იმ ძვირფას რუსებს რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ გავაიგებებ ოკუპანტებთან, პირიქით მამა სერაფიმე საროველს უზომოდ უყვარდა სამშობლო საქართველო. მის მიერ არის დამოწმებული, მას ჰქონდა თუ არ ვცდები 12-ჯერ ღვთისმშობლის გამოცხადება. ალბათ ღვთისმშობლის გარდაცვალების შემდგომ ამდენჯერ არასდროს არავის არ უნახია ღვთისმშობელი კაცთაგან. ეს იყო ღირსი მამა სერაფიმე საროველი და ის იყო მისი ესე ვთქვათ ოჯახის წევრი უკვე რა, ღვთისმშობლის ოჯახის წევრი გახლდათ. და ის ამბობს, რომ პირველი წეხვდომილი მიწა არის საქართველო, ივერია. და საქართველოსთან ბრძოლა და მასთან ჭიდილი ნიშნავს ღვთისმშობელთან ჭიდილს. და ეს არ შეიძლება. დაუშვებელია ამ ღვთის ერთან, ღვთისმშობლის წეხვდომილთან ესე იგი ბრძოლა. უნდა გიყვარდეს ღვთისმშობლის ერი, თუ გიყვარს ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის შვილები როგორ არ უნდა გიყვარდა. ჩვენ ღვთისმშობლის შვილები ვართ ქართველები. მაგით მტკიცდება. რა თქმა უნდა, მაგით მტკიცდება და შენი სიყვარული, აბა სხვანაირად როგორ უნდა ხო, ქრისტე ღმერთის დედულეთია საქართველო. ანუ მისი წილხდომილი მიწა არის ღვთისმშობლისა და ამდენად საქართველოს სიყვარული ღვთისმშობლის სიყვარულს ნიშნავს. რადგანაც მისი წილხდომილია ეს მიწა და ეს ამბობდა, ეს დიდი მამა ამბობდა ამას. დიდი მამა, ჩვენ ახლა გასააზრებლად მოგცა მან ფორმულირება და მე ლოგიკა და აზროვნება ამას ხო, მაცხოვარი სულ მაგას ამბობდა, როგორ ვერ გაიაზრეთო, როგორ ვერ დაინახეთო, აი განგვიმარტივდა, თქვენც უგულისხმონი ხართო და როდესაც იმპერატორმა ალექსანდრემ კითხა, ესე იგი მოტოვილოს უკვე მამა გარდაცვლილი არის, რომ რა სარგებელი მე რო ღვთისმშობლის წილხდომილიაო ეს, თქვათ საქართველო, ათონის მთა, კიევო-პეჩორას მონასტერი და დივეევოს აი ეს კანატკა სადაც არის ეს გადის მე არა ვარ ნამყოფი არ ვიცი ხო და ათონზე ვარ ნამყოფი და საქართველოში დავიბადე და დანარჩენი არ ვიცი კიევო-პეჩორა და ეს ხო და ესე იგიო მამა ესე ამბობდაო მამა სერაფიმე საროველს უთხრა ღვთისმშობელმაო რომ ჩემს წილხდომილ მიწაზე ყოველდღე 3 საათი დავიარებიო და ვინც ჩემს ძეს შეღაღადებსო ყველას არ დაუშვებ მათ დაღუპვასო არამედ ყველას ვაცხონებო. ახლა ეს როგორ გავიგოთ ჩვენ, ახლა დასააზრებელი გვაქვს რა, ღვთისმშობელი მარტო საქართველოში და ათონზე დაიარება, კიევო-პეჩორში, არა კაცო, ყველგან დაიარება, მაგრამ აქ ნამდვილად ყოველდღე დაიარება, იმიტომ რომ ეს არის ღვთის განცხადებული ნება წმინდა მამის მიერ და წარმოგიდგენია, კაცო, ყოველდღე აქ არის ღვთისმშობელი. 2000 წელია ყოველდღე არის საქართველოში. იმიტომ არის სითფოთი სავსე ჩვენი ქვეყანა და მადლიერი. ვერ გაურბიხარ. ვერ გაურბიხარ. ხო, რომ მოდიხარ უკვე თვები საქართველოში შემოხვალთ რა გამთვარი ხარ და. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს აი მამა სილვანი იმისი პაისი მთაწმინდელის ღვთივ გამოცხადებითი სიტყვები. ნახეთ რას ამბობს. ვინცო ღვთისმშობლის მარხვას, აი ახლა ღვთისმშობლის მარხვა მოდის. ხო, 14. ვინც ღვთისმშობლის მარხვას მის საპატივცემულოდ შეინახავსო, ეს რას ნიშნავს? ჩვენ რას ვზეიმობთ, ესე იგი, მიძინებას, მის გარდაცვალებას. რატომ? იმიტომ რომ
დედა ღვთისა გახდა დედოფალი ცისა და ქვეყანისა თავისი გარდაცვალებით არა ის გახდა ყველა ადამიანის დედა თუ კი ვინმეს ჩვენ თუ დედას უყვარვართ ღვთისმშობელს 1000-ჯერ მეტად უყვარვართ ჩვენ და დედა რომელიც თავს წირავს ღვთისმშობელი სულ მუდამ ჩვენზე ფიქრობს და ქრისტიანებზე და ნახეთ რას ამბობს სილვანე ისა მამა პაისი ათონელი რომ ვინცო ამ მარხვასო შეინახავსო და ახსარება სიტყვის ეზიარება ღვთისმშობელი დაიარება დედამიწაზე ამ მარხვის დროსო ყველგან დაიარება და თუ კი ვინმე შეღაღადებსო მის ზესო ყველას მეოხი ხდება ესე იგი უფლის წინაშე აი რატო არის მნიშვნელოვანია რომ ღვთისმშობლის მიძინების მარხვის ესე იგი შენახვა იმიტომ რომ ეს მოციქულების დროინდელია თითქოს ყველა აცდენს მამაო რაღაცა ზაფხულია ისა ხო რაღაცა მოგზაურობაში ვართ რაღაცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია უბიწოების სიწმინდის კრწალულების წყაროა მარხვა დიახადაც აი პირით დამარხვა პირველ რიგში ჩვენ პირთან არის დაკავშირებული ჩვენს მეტყველებასთან არის ყველაფერი დაკავშირებული რომ ის სიწმინდე რომელიც ღვთისმშობელს აქვს და დედას რა მოეთხოვება და მამასაც მაგრამ დედა არის სიწმინდის წყარო ხო დედა არის ყოველთა დამბადებელი არა და დედა რატო არის რომ არ უნდა ბილციტყვაობდეს დედა იმიტომ რომ დედა თუ ბილციტყვაობს ბავშვები რაღაც იზამენ ხო ეს არის საფარველი ღვთისა ადამიანისეული საფარველი მეტყველებით თუ კი ადამიანს მეტყველება დაერღვევა მას საფარველი აღარ აქვს ღვთისა იმიტომ რომ დამცავი ბოროტებამდე აღარაფერი რჩება წმინდა მამები ესე ამბობენ რომ ამიტომ არის კეთილმეტყველებას უბნობას აი ღვთიურ საუბარს და ლოცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დედისას კაცობრიობისათვის ამიტომ აი ერთმა მითხრა ერთმა ქალბატონმა რომ კარგიო რა მამაო აი მარტო მე რა არისო ახლა ამ სიგარეტს რომ ამდენი ყურადღებას ამახვილებთ რომ ჩვენ ქალბატონები რომ ვეწევით მე ვთქვი მარტო ქალბატონები არა კაცო კაცებსაც იგივეს ვეუნები აბსოლუტურად და ჩვენზე რატო არისო მაინც ასეთი გამახვილებული ყურადღება მე ვთქვი მომაწოდე ერთი შენი სიგარეტი მე ვთქვი როგორ მოგაწოდე მომაწოდე მე ვთქვი და აი მოუწევ ახლა მე ვთქვი მე შენ წინაშე და მიგახვედრებ ახლა მე ვთქვი რას აშავებ შენ მე ვთქვი შენ როგორ მოწევოდ აბა მე ვთქვი ბდელს რომ მოეთხოვება მარტო სიწმინდე შენ ხომ ხარ წყარო სიწმინდისა ადამიანს რომ მიუყვანა შენი თავი მე ვთქვი გადაირია ადამი მე ვთქვი ისეთი ბედნიერი იყო რომ ძვალი ძვალთან ჩიქება ხორცი ხორცთა ჩემთაგანი ჩემო სულის სინაზე ხო როგორ ქართული საგალობელი ქართული მეტყველება როგორ უგვალობს ქართული კაცი ქართულ ქალს ჩემო სულის სინაზე ხო აი ეს სიტყვები ამას ის წარმოვიდგინე ხა მანქანაზე როზია და მაგარს რო იგინებია ხო და ხო არა აქედან იქ წარმოვიდგინე და კაცი ისედაც გაველურებულია გაუხეშებულია და აი ეს სულის სინაზე ანუ სიფაქიზე სულისას გაიგე აი ეს კრწალულება კდებამოსილება ესე იგი აი ეს მანდილოსნის ღვთიურობა როგორ ამბობენ წმინდა მამები რომ მანდილოსანსო მანდილოსანს ღვთივ ბოძებული სილამაზე ისედაც აქვს და რაღაც უნდა იმას იმ სილამაზეს კიდე რაღაცის დამატება არაფერი გარდას იმ ღვთიური მადლისა რომელიც კიდე უფრო ლამაზ და მშვენიერ სთის ქალბატონებს არა ამიტომ არის რომ არაფერი ისე არ შეშვენის ქართველ ქალს როგორც ღვთის მოყვარეობა ეკლესიურობა ნახე როგორი ეშხიანები არიან ქალი ისედაც ქართველი ქალი როგორი ეშხიანია როგორი შესახედავია ყველა ქალი და ძვირფასი და დნმ-ით და სისხლით ხორცით კაცო როგორი შემოგვინახა ჩვენმა წინაპარმა როგორი ყველაფერი ხო მშვენიერი და ამას რო ემატება ეს ეკლესიურობა და ის ღვთიური მადლი რას ლაპარაკობ ეკლესიური ქალი არის გადარჩენა ამ ქვეყნისა და აი იმ ბოროტების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რომელიც ასე ებრძვის კაცობრიობას რომელსაც უნდა რომ ძირი მოთხაროს კაცობრიობისა და გამაგრძელებელი არ ყავდეს და გამაგრძელებელი ვინა დედა არის გამაგრძელებელი და ჩვენი ჩვენში ყველაფერი დედასთან არის გაიგივებული აზროვნების ცენტრში არის დედა ანუ აზროვნების წარმართველი დედა აზრი ქვია აზრის ესე იგი გამოხატულებას ხო მეტი სიღრმე აი ქართულ მეტყველებას რომ აქვს რა
დედა აზრი, ესე იგი დედაო აზრში დედა ნახეო, დედა ქვია ყველაფერს, იმ დედოსას დედა ქვია, დედაბოძი ქვია, დედამიწა ქვია, დედაენა ქვია და ყველაფერი დედასთან არის გაიგივებული და ამდენად ჩვენთვის დედა არის სიწმინდე და ამის აღორძინება ის რომ დედას დაუბრუნდეს თავისი სილამაზე და ის რაც დაკარგულია, რომელიც არსად არ არის დაკარგული, აქვეა ყველაფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ეს გავაიგივოთ და ესე იგი, ასე ვთქვათ, დედის ფუნქცია და როლი კიდევ უფრო მეტად აგიზარდოს. ესეთი უპატივცემულო დედის, ასე ვთქვათ, დედა, ესეთი უპატივცემულო, როგორც დღეს არის აი ამ თანამედროვე სამყაროში, არასდროს კაცობრიობას მსგავსი არაფერი არ უნახია. ასეთი გაშიშვლება, ასეთი ველური მოქცევა დედისადმი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ კაცობრიობაში ზოგადად არა, არასდროს არ ყოფილა გაუფასურებული, აბსოლუტურად გაატიტულეს, გააშიშვლეს, გამიგეს სილამაზე დაიყვანეს ვნებებამდე. ვნებამდე დაიყვანეს სილამაზე. ყველაზე ლამაზი ჩემთვის არის ჩემი დედა კაცო. რა თუნდაც ჩემ დედას რამე დედა არის ყველაზე ძვირფასი. აი ჩვენ უნდა გვესმოდეს. არ შეიძლება რომ დედობა არის ყველაზე ლამაზი რა. ამიტომ მოსაფრთხილებელი არის ეს ყველაფერი, რომ ბავშვის ფსიქიკაც მოსაფრთხილებელია და არ არის საჭირო საქართველოში ქალი ფასობს მისი ისე ვიტყვი დარბაისლობით, სიწმინდით, უმანკოებით, არა? საქართველოში კი არა, ყველგან. ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო აი რომელი წინაშე ვამ. ხო, რომელ კაც ახლა კაცი რომ ოჯახდება, ხო? პირველი რასაც ფიქრობს, ჩემი შვილების დედა უნდა იყოს ეს ადამიანი. აი მე მგონია რომ ასე ფიქრობს ყველა ადამიანი. ასაკს მისული ადამიანი, რომ აი ახლა ეს ადამიანი თავისი აზროვნებით როგორ გაზდის ჩემ შვილს, იმიტომ რომ შვილს ხო დედასდის. დედა არის ის წყარო, რომელიც ინტელექტი საერთოდ დედისგან გადადის. აბა როგორი ცოდნა აქვს, როგორი განათლება აქვს, როგორი არის ურთიერთობაში, როგორია მეტყველებაში. აი ქართველი კაცი ამას აქვს ხო, რაღაც გინდა შენ? ინტელექტი დედისგან გადადი? ინტელექტი დედისგან გადადის. ხო და ქართველ კაცებს კიდე უნდა თუ სულ შტერიცოლები ყავდეთ და პირიანები უნდა მოიყვანო. აუცილებლად. ასე რომ პირიანები მოიყვანო. პირიქით. კაც აწყობს ახლა. არა, ხო. ეს იუმორით, რა თქმა უნდა და პირიქით. ნასწავლი უნდა იყოს, განათლებული უნდა იყოს, ცოდნა უნდა ქონდეს, დიპლომი უნდა ქონდეს, და ბავშვს ეს უნდა გადაცეს შრომის უნარიანობა. მადლი უნდა ქონდეს მამაო რა. ვერა მამა ისე ვერ ასწავლის შრომის მოყარეობას როგორც დედა. ნუ ჩემთან ესეა ყოველ შემთხვევაში. მე ფაქტიურად სახში არა ვარ და მე ვერც ბავშვებს ერთს ვეტყვი და მეც ვეღარ ვეტყვი და დედას ეუნება იშრომე იქ და მიწა დაამუშავე იქ, სახლი დაგავე იქ, ლოცვა წაიკითხე. ანუ დედა არის მამოძრავებელი ძალა. რა თქმა უნდა, თავარი ბირთვი არის დედა, კაცო, დედაზე ტრიალებს ოჯახი. თქვენთან მართლა ეგრეა. მამაო სხვათა შორის ერთი უნდა თქვა რა, მამაო სადღეგრძელოს სვავხოლმე და როცა დაულიო თქვი რომ მეთქი, აი წარმოიდგინეთ ხა ოჯახის წევრები მღვდლების რა და მამაო არის საერთოდ აი სულ ყველასთვის არის გარდა იმისა, ხა გინდ გეწყინოთ მამაო, გარდა თავის ოჯახისა რა, იმიტომ რომ ყველაზე ეხა რომ წავა ღამის 4 საათზე ვიღაცა შეიძლება აზიაროს. სახში არ არის და ყველა კაი მღვდელი მართლა ეგრე არის, სახში არის, აი ზუსტად ვიცი ფოფოდიებს ნებისმიერს კითხეთ, რომ სახში არც არის და სახლისთვის არ არის რა, კაი, იმიტომ რომ კაი მღვდელი სულ გასულია სხვას ეხმარება რა და მამაო არის ერთ-ერთი ეგეთი ადამიანი და ძალიან მაგარი ოჯახი ყავს და სხვათა შორის მამაო თქვენი შვილები არაჩვეულებრივი ოჯახი და აი როგორ მოახერხა თქვენ მეუღლეს მართლა აი ქეთს უხრი რომ ესეთი ბავშვები და ესეთი ოჯახი შექმნა და აღზარდა და დიდი მადლობა მართლა და მამაო აი როგორ მართლა გეუბნებით რომ მამაო შეიძლება აფხაზეთი დაკარგა და ამის ოჯახს მამაო ყავს დაკარგული მართლა მამაო რა თქვენ აფხაზეთი ხართ თქვენი ოჯახისაც მართლა არ ხართ არასდროს იმიტომ რომ არა ყველას მამაოს არ შეუულია რომ თქვას რომ აი ვერ ვაზიარებ 4-ზე ლოცვა მაქვს არა всё 5:30-ზე კი მოვასწრებ და უნდა მივიდეს და აზიაროს რაღაც აი მართლა მამაო თქვენ მე არ ვიცი რამდენი ხართ მაგრამ როგორ ყოფნი ხართ ამდენ ადამიანს არ ვიცი და მადლობა ამისათვის და მადლობა თქვენ ოჯახს რომ თქვენი ოჯახი ხელშეწყობით არის რა თქმა უნდა ხელშეწყობით არის მაგარი მღვდლის უკან დგას მაგარი ფოფოდია აუცილებლად და ნამდვილად ასეა თუ კი ესე იგი
სად ვარ ჩვენი ყველაზე ძვირფასი სამსახურო ვთქვათ მდგომარეობა სასულიერო პირების არის სამრევლო ჩვენ მრევლზე უკეთესი და პატივსაცემი ადამიანები არავინ არ აქვს გიორგი ჩვენი მრევლი არის ჩვენი სიცოცხლე რა თქმა უნდა და მოდის გეუბნება დამოკიდებულია შენზე რა თქმა უნდა მთელი ჩვენი ძალებით ოჯახებით ყველაფერი რა თქმა უნდა ეს როგორც ფიზიკური სულიერ გაერთიანებული ვართ ქრისტეს ეკლესიაში და ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი ეს არის ჩვენი გადარჩენა და ახლავე აქვე მინდა ვთქვა დღევანდელი დღის შესახებ რომ დღეს ჩვენ აი სამრევლო ესე იგი პატრიარქის ჯერ გასული პატრიარქის სულმათის ჩვენი პატრიარქი ილია მეორის ლოცვა კურთხევი და რა თქმა უნდა ჩვენი ახლად დადგენილი ღვთისაგან ბუძებული ღვთივარჩეული პატრიარქის ჩვენი შიო მუჯირის ლოცვა კურთხევით დღეს ხამისდევას აღვასრულებთ ტაძარში და მე ფეხით ვცდელობა გვაქვს დიდგორზე დიდგორი რომელიც დიდგორის ბრძოლა რომელიც არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ბრძოლა რომელიც დავით აღმაშენებელმა და მასთან თანამებრძოლებმა გაწყვიტეს მტერი მომხდური და ესე იგი იმდენი იყვნენ შემოსული საქართველოში რომ რო არა დავითის ვაჟკაცობა და ღვთის ძლევა ის საკვირველი ხო ზეციდან საქართველოს ალბათ აღარ ერქმეოდა იმიტომ რომ ის ხალხი აქ დარჩებოდა და აქ რა იქნებოდა ღმერთმა უწყის და ამდენად ის გამარჯვება რა თქმა უნდა მთელმა ერმა ღირსეულად უნდა აღნიშნოთ დღეს ხვალ ყველანი უნდა ავიდეთ დიდგორზე რა თქმა უნდა და მთელმა ერმა მადლობა უნდა გადაუხადოთ პანაშვიდი გადაუხადოთ დიდგორელებს წმინდანებს რა თქმა უნდა და რაღაცა უფრო მეტი და მეტია საჭირო თუ კი დიდგორს არ აღნიშნავთ ქართველი ერი მაშინ ღირსეულად მაშინ ისიც ნუღა გაგვიკვირდება რომ ამის წილ როდისღაც თურქებს მესხები უწოდეს რა როგორ შეიძლება თურქი მესხი იყოს მესხი არის მესხი და თუ იქ ახლა რამდენი მტერი შემოვიდა ყველას თუ ადგილობრივი სახელი დაერქვას ეს ხარ ყველა წარმოუდგენელი ამდენად ჩვენ დიდგორი უნდა ვიდღესასწავლოთ ღირსეულად და 1000 წელი რა დღეში ყავდა საქართველო ჩვენს ბოდიშებს უნდა გვიხდიდნენ და იმ შენიშვნებს კი არ უნდა გვაძლევდნენ 1000 წელი სისხლის დიოდა საქართველოს თურქ სელჩუკებიდან ხო 1000 წელი ხო იქნებოდით რომ არა ხო რო არა რა გენოციდი რა ესე იგი ტაძრების გადაწვა თუმცა ის რაც ხდება დღეს აია სოფიას რო იმად გადააქცევ მეჩეთად სამარცხვინო ხარ რა და უკულტურო ხარ ელემენტარულად ხარ უკულტურო როგორ შეიძლება შენ კონდეს პრეტენზია რაღაცა დიდ კულტურულ რაღაც წარმონაქმნად რა არაფერი რაც წინაპარი ყავდა იმის გზაზე დგეხარ რა როგორ შეიძლება რომ ეს კვიცი გვარზე ხდის ეს კაცობრიობის მშვენება აია სოფიას ტაძარი ხო ეს არის ისტორიული კულტურული ძეგლი და სულიერების აკვანი ბიზანტიის იმპერატორის მიერ აშენებული და იქ აი ხელოვნების რაღაცა ის საოცრება ხო ის პანტოკრატორი ის ფრესკა მაცხოვრისა იმას რა ნაჭერი როგორ შეიძლება აფარო ნაჭერი კაცო ეს იგივეა რომ აქ მეჩეთი რო გვაქვს ჩვენ სათაყვანებელი და საპატივცემულო ნაჭერია ვაფაროთ ახლა მეჩეთს რა ქართველებო ეს უკულტურობაა კაცო 21 საუკუნეა როგორ შეიძლება ესეთი საქციელი და მადლობა უფალ და იცით რა არის ჩვენ თუ დიდგორს კარგად არ აღნიშნავთ მაშინ მე რა აკითხო და შენიშნოს იძლევიან ნაცვლად იმისა რომ ყოველ წელიწადს დიდ ბოდიშებს გვიხდიდნენ იმის გამო რასაც ესე იგი 1000 წლეულების განმავლობაში აკეთებდნენ თუნდაც დიდგორის გამო უნდა მოგვიხადონ ბოდიში რომ შემოიჭრნენ ჩვენ სამშობლოში და ის კოალიციური ჯარი რომელიც ილღაზის მიერ ჯერ იერუსალიმი აიღო მე მოურიგდა და მოიცალა ჩვენთვის მაგრამ დავით აღმაშენებელმა ღმერთს დიდება და ღმერთს მადლობა ჯეროვანი პასუხი გაცა და უფალმა ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენ მაშინ ჩვენ ძალმოსილებით კი არ მოვეკეცით მტერს მაშინ ჩვენ ვერ მოვერეოდით ჩვენ დიდ ომებს ვერ ვაწარმოებდით იმიტომ რომ არ ვიყავ ვერ გავხდით ძალიან ბევრნი და 1 3 დღე და 4 დღე კი შეგვეძლო ომი მაგრამ მე მტერი ჯაბნი და იმიტომ რომ რაოდენობა იქ ცხენს სასმელი უნდა საჭმელი უნდა ომის დროს ყველაფერი ეს ხო ბრძოლის გაანგარიშებაა და
3 საათში როგორ მოხდა ასეთი ბრძოლის მოგება ხო წარმოუდგენელია, მაგრამ ის ტაქტიკა დავით აღმაშენებლის 200 თავდადებულის შეუშვა და პირდაპირ მიიტანეს იერიში, ესე იგი ოფიცერთა სადაც იყო მათი მთავარი შტაბი, საოფიცრო შტაბი გაწყვიტეს. და წავიდა დიდი ამრეულობა და წმინდა გიორგის ზეციდან ხილული სახით ხედავდნენ. წმინდა გიორგი მუსრავდა მტერს და აი ესეთი დიდებული გამარჯვება, ესე იგი, მოვიტანეთ და მადლობა და დიდება უფალს, რომ ესე იგი ჩვენთვის მე ვარ გულირიფშელი ადამიანი, ჩემო გიორგი, ჩემთვის სიცოცხლე არის ღვთის სასუფევლისათვის მზადება, ესე გამზარდა მე ჩემმა პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქმა შიო მესამემ, ესე ვიზრდები ჩვენ და ესეთი ძალით ვიმოსებით მათგან და ჩვენთვის გარდაცვალება არის ღმერთთან მიახლება და თუ ახლა მაგი გვეღირსება ჩვენ რომ ჩვენი წინაპრებივით ესე იგი საწულში არ გარდავიცვალო და ჩემი ამსარებლობისთვის და ბოლო ჟამიაო რო ვამბობთ არა ამის დამოწმება მოგვიწევს არა სიხარულით უნდა დავამოწმო იმიტომ რომ აი როგორც აი ამ მაგიდას გავეცალო და იქ დავდგე აი ესე არის სხეული გვერდზე რჩება და მე ვრჩები გვერდზე და ვიწყება მარადიული ცხოვრება და მინდა ვთქვა რომ ესეთი ცოტა აზრს მოკლებული გამოთქვა რო არის თუ იქ რამე არსებობს ხო მინდა გითხრა თუ კი რამე კითხვის ქვეშ შეიძლება რამე არსებობს ეს ამ ქვეყანაზეა რა შეიძლება თქვა თუ კი ამ ქვეყანაზე რამე არსებობს იმიტომ რომ წუთი სოფელია ეს არ არის ადგილი სადაც ეგ არის სასტუმრო სდოებითი სტუმარი ვარ ჩვენ აქ ყველანი და თუ კი რამე არსებობს ამ ქვეყანაზე უნდა მოემზადო ნამდვილად იმიტომ დრო თუ გაქვს იმიტომ რომ ეგ დრო ან გაქვს ან არა გაქვს რა ისეთი არის ღვთის ხელში ვართ რა და მარადიული ცხოვრება კიდე მარადიულია და იქ იწყება ეს დაუსრულებელი ცხოვრება და დიდება და მადლობა უფალს რომ აი ეს და აი ღვთისმშობელი როგორც მამა პაისიმ თქვა აი ამ წყალობას გვივლენს ჩვენ და როგორ შეიძლება რომ მინდოდეს წყალობა მინდოდეს ღვთივდაცულობა და ამას ესე იგი არ ვიცავდე. აი მინდა გითხრათ რომ ქართველთა შორის არავინ არ უნდა დარჩეს, ვინც ამ მარხვას პატივს არცემს. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილი ძმებოდადებო და თუ კი დედულეთი არის მაცხოვრის და ჩვენ მისი შვილები ვართ, ჩვენ მის გარდაცვალებას მარხვით უნდა შევეგებოთ და ვიდღესასწაულოთ ამის მერე ეს უნდა ჩვენს უნდათ პატრიარქს მიაღწია კიდევაც ერად გვაქცია ღირსება დაგვიბრუნა ყველანი ესე ვთქვათ შეკრიბა უფლის წინაშე და ერი საზეპურო ვიქეცით და მადლობა და დიდება უფალს ამ დიდი წყალობისთვის და ამ დიდი ესე იგი კურთხევისთვის რომელიც გვებოძა და აუცილებლად რა თქმა უნდა ის ჩვენი ტკივილი აფხაზეთი აუცილებლად ის აღდგება და იქითკენ მიდის ყველაფერი ჩვენი პატრიარქის ლოცვით ზეციური პატრიარქისა და ჩვენი პატრიარქ შიოს ლოცვა კურთხევით მისი სიწმინდით მისი ვედრებით უფლისადმი უფალი ღმერთი აი ამ ერთობლივ ლოცვას შეისმეს შეგვინდობს ჩვენს ცოდვებს და ოღონდ არ მომცემს მე ქართველს აფხაზეთში შესვლის უფლებას მანამ სანამ ცხარე ცრემლით არ ვიტირებ ღვთისაგან განდგომილებას რომ ის ზღვისპირი არა ღვთისადიდებლად ვქონდა მე არამედ ქართველი ერი სულიადად ლპებოდა იქა ცოდვით ვიცი თქვენ აი რუსი ქალების დევნით და ძალიან დიდი საცტური იყო ეს რუსი ქალები დაძდებდნენ ქართულ კაცებს რა ხო წარმოგიდგენ ქართულ კაცს რო გამოეკიდები ამას ამბობს ღირსი მამა იოანე კიბისამწერელი რომ თუ ქალმაო დაკარგაო ესე იგი მორიდებაო ყველანი დაღუპულები ვართ იქ დაახლოებით ეს სურათი იყო რა მინდა გითხრათ იმიტომ რომ ჩამოდიოდნენ და პატივისცემა უნდოდა და რაღაცა და ახლა კაცს რო გამოეკიდები დამთავრებულია კაცის ამბავი ხო ვინ გაუძლებს მაგას თუ არა ღმერთის მადლი და ღმერთის წყალობა და ეს იყო დიდი საცტური რა ჩვენთვის რომ ჩვენ დავდვიწყებული ლოცვის მარხვის წილ ვერ გაუძელით ამ უბედურებას და მე ეს ცოდვა გამრავლდა და რატო არის ურმაგად რატო გვეკითხება იმიტომ რომ წმინდა მიწაზე და წმინდა არის აფხაზეთი იმიტომ რომ სიმონ კანანელი არის წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლება აქვს წმინდა ერს და როგორც კი სიწმინდეს კარგავს ერი მას ავტომატურად ერთმევა უფლება წმინდა მიწაზე ცხოვრებისა. აი ამდენად ეს სიბილწე
გადაზრდილი იმ ავხორცობაში და რა თქმა უნდა აბორტები ეს არის ის რაც ესე იგი ერს განაყენებს ღვთისმაც ყველაზე მეტად აი როგორც წმინდა მამები ამბობენ აი ის რაც დღეს ხდება ის LGBT ცხოვრების რაღაცა უკუღმართი ცხოვრება სიძვა მრუშება და აბორტი აი ეს არის სამი დიდი ცოდვა რომელსაც არ ნანობს კაცობრიობა კარგად არ აქვს გააზრებული რომლის გამოც ვიჟებით კაცობრიობა რა აი ამ ეს არის განსაკუთრებული სამყარო ისჯება აი ამ სამი ძირითადი ცოდვის გამო და აი ეს არის დაუშვებელი და აფხაზეთი აბა ეს წმინდა მიწა სადაც მოციქულებმა იქადაგეს სადაც ნათლისმცემლის მესამეჯერ თავის პოვნის ადგილია იონი ოქროპირი აღესრულა ვასილისკო უამრავი სიწმინდეებია რა ბიჭვინთის საკათალიკოსო რა თქმა უნდა და ჩვენ ვუსურებთ ჩვენს პატრიარქ შიოს მესამეს რომ მის ეპარქიაში მის სამიტროპოლიტოში იმიტომ რომ ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტიც არის უფლის მადლით მშვიდობით შესულიყოს ბიჭვინთის კათედრაზე ეწიროს და იქიდან ემართოს საქართველოს ეკლესია. ამას უსურებ ჩვენს პატრიარქს შიო მესამეს და მრავალჟამიერს მას უსურებ. ისე მამოიხა ჩვენ ხო რომ ამბობთ რომ ისე რქვე აი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რო ვართ, ხო? ამაზე მითხრა ერთმა სასწორებლებმა სხვადასხვა აქ თქვა რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილობა ნიშნავსო ჯვარცმულობას, იმიტომ ღვთისმშობლის შვილიო ჯვარსაცვესო რა და ეს გარდაუვალი იყო საქართველოს. კი, ჯვარი ნამდვილად ჯვარი. დიახ, საქართველოსთვის გარდაუვალი არის და ქართველისათვის ჯვარცმა, იმიტომ რომ ჩვენ ხო მისი შვილები ვართ ღვთისმშობლის და ეს ნიშნავს მაგასო რა და სხვათაშორის მომეწონა ეს რაღაცნაირად ეს მოსაზრება, იმიტომ რომ მართლა ეგრე არის, სულ ფიქრობ ხოლმე რომ რატო იტანჯება საქართველოში ადამიანი ხო შეიძლება რომ ძალიან მაგრა ვიყოთ რა მართლა ისეთი ქვეყანაა რომ აი აბსოლუტურად არ არის აი ძალით უნდა გინდოდეს რომ ესე გაუბედურებული იყოს ადამიანი მაგრამ ხდება ხოლმე რა ესე აი რატო ხდება აი ამ კითხვაზე ვერასდროს ვერ იმაშვები ხოლმე რა და მამაო თვითონ ადამიანებს ახლა თქვენ კი გაამახვილეთ რაღაცა ცოდვაზე რაღაც ყურადღება მაგრამ ადამიანები ხა აი ცოდვაში არიან იმაში არიან მაგრამ ის მაინც არ არის რომ აი ესეთი გასაჭირი და ის არ უნდა კონდეთ ხოლმე მამაო რა იმიტომ რომ რაღაცნაირად და მაინც არის რა გაჭიროება და ეს დიდი პრობლემები და როგორ გაუმკლავდეს ამ პრობლემებს მამაო სულიერების თვალსაზრისით თუ შეიძლება იმიტომ რომ ძნელი გადასატანია ის სირთულეები რის წინაშეც დღევანდელი ადამიანი აღმოჩნდა მამაო იმიტომ რომ ბოროც როგორი მახი აქვს იცით მამაო მოწყობილი ადრე რაღაცა ისე იყავის საქმეში გადართული ერის სიყვარულში რაღაცა რომ სულ გავიწყდებოდა ხოლმე რომ სიტყვაზე აი შეიძლება საკვები არ ქონდა რაღაცა შუქი არ იყო ის არ იყო და დღეს უკვე ისე ხარ აი ამ მატერიალურზე დამოკიდებული რომ ერის სიყვარული და ისინი გავიწყდება მოიცა რა აფხაზეთის დავიწყება შაგერ სახში ძმაო შიერიო რაღაცა რა დროს მიხვდი ადრე არ იყო ეგრე ადრე ვიშიმშილებ ყველაფერს ვიდა მოღონცეს საქართველოს და პატრიოტიზმი იყო უფრო წინა პლანზე ხო და დღეს პატრიოტიზმმა მიიძინა აბსოლუტურად და ეგრევე ერთი მამაო მეუნება რომ მოვიდაო ადამიანი და ახსარებაში მითხრაო რომ ცოდვაში თვლიდაო რომ ნაკლები პატრიოტიზმი და ერის სიყვარული მაქვსო და ცოდვად თვლიდაო და მე დავფიქრდიო და რა მართალი არისო ხო რომ ადამიანი როგორც რაღაცას რო წერს ცოდვას აი ამასაც ცოდვა თვლიდა რომ მართლა ნაკლებად პატრიოტული კი არის საერთოდ პატრიოტები აღარ არსებობენ თითქოს რა ну ეხა თითოეულა რა თქმა უნდა არიან ეხა ძალიან მაგარი ხალხი მაგრამ უბრალოდ ხო ხდებით მამაო რას ვამბობ და თუ შეიძლება მამაო აი ეს როგორ უნდა დავაყენოთ იმიტომ რომ მაგიტომაც ვიტანჯებით მამაო იმიტომ რომ როცა ომში ხარ ну ანუ შინაგან ომს ვამბობ იმისა რომ ეს სიტყვაზე ერზე რო ფიქრობ რაღაცა ხო ისი არ იტანჯები და როცა მატერიალურზე ფიქრობ და რომ არ არის ეს მატერიალური თან აი ამ რაღაც ყოფიძე რო ხარ გადმორთული აქ იტანჯები მამაო ადამიანი რა და თუ შეიძლება მამაო როგორ არ უნდა დაიტანჯოს ადამიანი რა როგორ შევამსუბუქოთ ეხლა კარგი არ არის ეს რო სიტყვაზე ვიღაცას პურზე აქვს სადარდებელი და უჭირს ეთო სიტყვაზე მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად როგორ გადავანაწილოთ ეს რო დარდათ არ გვექცეს მამაო ეხლა მე მინდა გიამბოთ როცა ჩამოვედი უკვე იძულებით ჭუბერზე ვიარეთ ეს ომი გადავიდა რაღაცა ну უნდა ითქვას ისიც რომ აფხაზეთი როგორ ჩააბარა მაშინ ქართულმა სახელმწიფომ იმიტომ ჩაბარება იყო ღალატი იყო პირდაპირ სამარცხვინოდ აფხაზეთი დატოვეს იარაღის გარეშე ეს როგორ შეიძლება ომი მიდის და იარაღის გარეშე დატოვო შენი მოსახლეობა და ის
აი ეს ჩახმახი სტოლი ქვია რუსულად. აი ესენი ქართველებს გამოართვეს რუსებმა, აბსუებს გამოართვეს და იმ ღამეს აბსუებს დაურიგეს ყველას და დარჩა ქართველი აი ესე იგი ტანკი რაც გინდა ყავდეს ის თუ არ ვერ გაისროლე რა გინდა ამას უყურე და აი ესე სამარცხვინოთ აი ესე იგი უპატრონოთ რაღაცა აი ძალიან ისე და აი რომ ჩამოვედი აქ პირველი რაც მოვიძია ხო მაშინ აქ იმაში დელის ვცხოვრობდი და მე 6 სართულზე და იქ საერთო საცხოვრებელია პროფკავშირების და პირველი რაც მოვიძიე ტაძარი სად იყო რა მაშინ ფეხით სიარულით დავდიოდით ადამიანები არ იყო მაშინ არც მეტრო დადიოდა არც მანქანა საერთოდ არ დადიოდა იმაში ვაჟას გზატკეცილზე და პირველი იყო ერთადერთი ტაძარი მთელ საბურთალოს რაიონში ვაკე საბურთალოს რაიონში იყო აი ეს პანტელეიმონის ტაძარი რესპუბლიკის სამთავროს ქვეშ ისიც ოთახში ეს იყო ერთადერთი აქ მეტი არაფერი არ იყო მაშინ საბურთალოზე ერთადერთი ადგილი სადაც ილია მეორე რა მაგალითად ესე იგი მტვერე აქიდან რო გაუყვებოდი იმამდე იოანე ღვთისმეტყველამდე და არაფერი არ იყო აბსოლუტურად დაკითხარეს რა ხო და პირველი ეგ მოვიძიე და ეგ იყო ჩემთვის საჭმელიც და სასმელიც რა ღმერთი იყო ყველა ნაკლულივონების აღმავსებელი და გახარებული ვიყავი იმიტომ რომ ღმერთთან ვიყავი და მეტი ახლა რა ის იყო ეგ მაგის მამა გაბრიელთას მამა ხო რა თქმა უნდა და რა მე მამა გაბრიელს უკვე ვაკითხავდით სულ და იქამდე გავიცანი სანამ აფხაზეთს დავკარგავდი და სოხუმიდან კი სოხუმიდან ჩამოვდიოდი მამოს ესე იგი სუიძახთა რომ ხო არ გავიდე წინა ხაზზე რაღაცებს და როცალოს უნდა ხოლმე რა უნდა გავიდე და გავაჩერო ეგომი და რაღაცებს გვამხნევებდა მე ძალიან ესე იგი ხატები გვაჩუქა მამამა ბარიკა თავისი გაკეთებული ხატები გვაქვს რა მამაოსგან და უხატოთ რო ვიყავით უიმე აქამდე როგორ გააქვთ ხა კიდე მამა კი მე მამაოს გაკეთებული ხატები სახში მაქვს და ესე იგი ეს მამაო ისე მამა გაბრიელზე ალაფარ კი თვითონ ნაკეთებდა და ესე გააკეთე ესე თვითონ იმას ხო იმას სასაფლაოებზე დადიოდა და გაზეთს რო იპოვიდა გაზეთს ამოჭრიდა სასაფლაოებზე იმაზე სასაფლაოებზე თუ რამეს ნახავდა ან ნაგავსაყრელებზე ხატებს თუ ნახავდა სულ მოქონდა და სულ სავსე ქონდა და კიდევაც ატანდა თუ ვინმეს სჭირდებოდა ეს ხატები და პატრიარქს უგზავნიდა ბევრს კაი ხატებს უამრავი კარგი ხატი მიარფა პატრიარქს რომელიც აი ესე გადაგდებული ზოგს სხვენზე ქონდა შენახული და სულ არ იწოდა და ეუნებოდა სხვენზე გაქვს ხატები და სად მაქო კაცურა სად შევიდო და ანახებდა რომ აი ეგ არის ხატები და აი ესეთი დიდი მამა იყო და რა თქმა უნდა გვანუგეშებდა მამა გაბრიელი და ძალიან უყვარდით და პატრიარქი ხო ნუ საერთოდ ესენი იყვნენ რაღაცა დიდი ადამიანები დიდი და ძველი მონაზვნებიც იყვნენ სამთავროში დარჩენილი ჯერ კიდე მაშინ და აი დედა რაქილი იყო კვეთებულებს კითხულობდა ხოლმე ის მონაზონის კი მონაზონი კი ძველი ის კი მონაზონი არსებობდა კი კვეთებულებს კითხულობდა დედა იყო და კვეთებულებს ქართველი დედა იყო საოცარი ესენი და მთელი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ადამიანები ესე იგი მოესწარით აი ამ ძველ თაობას რომელთაც ესე იგი აი ეს რწმენა იმ მამების ქართველი მამების გადმოგვცეს ხო გადმოგვცეს ანუ ჩვენ მათი შემხედვარე ვიხილეთ ღვთის მადლი და ღვთის წყალობა რამდენად დიდია და მაშინ ვერ ვანალიზებდით ამას და დღეს კი ვფიქრობთ როგორი გმირები არიან ისინი რომ ეს მოიპოვეს და ამით ხო იმ პერიოდში იმ უმრთობაში და ამით ემსახურენ რა თქმა უნდა და ემსახურებოდნენ ჩვენ სამშობლოს და აი ეს არის ალბათ პირველ წყარო რომ ის ნახე როგორ ამბობენ მამები თუ ლოცულობო და ამბობო რომ ღმერთო შეიწყალე ჩემი შვილები ერთ ლოცვაზე ერთი კაი აზრი მისდისო ბავშვსა თავში კაი ზრახვები აი წარმოიდგინე სულ თუ ლოცულობ ესე იგი როგორი ზრახვები კეთილშობილი ზრახვები ენიჭება ბავშვებს მერე თუ ვეზიარებით რას ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი რომ ის მადლი ზიარებისა ოჯახის წევრებზე გადადის როგორც ცოცხლებზე ისე მიცვალებულებზე ეს ხო რა არის ზიარება არის ღმერთთან შეერთება რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა იგი ჩემთანა დადგრობილარს და მე მისთანა და უკვე თუ არა ჭამოთო ესე იგი არაიხილოთ სასუფეველი ცათა და წილი არა კონდეთ ჩემთანო და ვერ წილი ღვთისა ვერ მიიღოთო ანუ ცხონება ზიარების გარეშე შეუძლებელია ამბობს
მაცხოვარი. და რას ნიშნავს ეს? როგორც მირონცხების გარეშე შეუძლებელი არის და ნათლობის გარეშე ადამიანის ცხოვრება, ასეთივე შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება ზიარების გარეშე და სინანულის გარეშე. იმიტომ რომ ბეჭედი მონიჭებულ არ სულისამიერ წმინდისა ეს ხელდასხმის მადლი, რომელიც მირონცხებით არის, ხო? ეს ბეჭედი არის ღმერთისგან ბოძებული მარადიული შეერთება ხდება, ანუ ის არის ის რაც სულთმოფენობას გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, აი სულთმოფენობა ხდება ადამიანისა, როცა მირონი ეცხება ადამიანს, იბადება ახლიდან და მერე სულიწმინდა ჩადის მასში. და როცა ჩვენ მადლს ვკარგავთ, ღმერთი აგვადგენს სინანულით, რაც ნათლობის წილარი და მარხვითა და ზიარებით, რაც არის წილი, ესე იგი, მირონცხებისა. და ის თუ ადამიანს მოუმზადებლად ეძლევა, მასში არ ჭირდება ადამიანს დიდი ესე ვთქვათ ძალისხმევა ნათლობისა და მირონცხებისათვის. აქ რა თქმა უნდა მოღვაწეობა მართებს, როგორც აღსარების თვალსაზრისით, ასევე ზიარების თვალსაზრისით და სულ ამით უნდა იყო ადამიანი. იმიტომ რომ არაიცი ჟამიო როდის გაგიყვანო და როგორიც გიპოვო, ისეთი გამგიკითხო, ღმერთი გეუბნება, ესე იგი აი ერთი კვირა ხო მოვიდა, აი კვირიდან კვირამდე ერთ დღესაც კვირიდან კვირამდე ვერ მიაღწევ მეორე კვირას რა. ეს ხო ესეა. ერთ დღესაც ამ ზიარებიდან იმ ზიარებამდე დამთავრდება ჩვენი ცხოვრება, ხო? აი ზიარებიდან კვირიდან ყოველ კვირა უნდა ვეზიარებოდეთ ჩვენ და უნდა ამას არ უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ არა ვართ ღირსები, რა თქმა უნდა, ესე უნდა ეზიარებოდე. იმიტომ რომ ზიარება არის წამალი, ღმერთისგან ბოძებული. წამალი ამოტყობს ჭირდება, ხო? შესაბამისად, აი სულ უნდა ვეზიარებოდეთ და ზიარებით გადავირჩევთ და უღირსება ზიარებაში არის, როდესაც უახსარებოთ და მოუმზადებლობაში ზუსტად ეგითვლება, რომ ადამიანი ლოცვა კურთხევის გარეშე ეს ვეზიარები და აი ამიტომ ეს ზიარებით უნდა ვცხოვრობდეთ. ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე დიდი მადლი, თუ რამ გვებოძა ჩვენ ღვთისაგან, წარმოუდგენელი რამ მოგმადლა ჩვენ ღმერთმა წმინდა ზიარებით. წარმოუდგენელი რამ არის, ამას ვერ მოიფიქრებდა ადამიანი ვერანაირად და ვერც გაბედავდა ეგეთ რამე როგორ უნდა უთხრა ღმერთს და ღმერთმა მოგცა მისი სხეული ჩვენ გადასარჩენად და ამით გადარჩებითო შვილებო გვეუბნება რა და ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა ვეზიარებოდეთ და მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ მარადიული ცხოვრების აქ დასაწყება და ზიარება არის მარადიული ცხოვრების დაწყება დედამიწაზე. ეს არის 64 უკვე. ეს უკვე არის შენ უკვე ხარ ზეციური მოქალაქე რა. ანგელოს აი და ამავდროულად რა თქმა უნდა ის კანონები. აი ფსალმუნთმეტყველება. ფსალმუნებს რო ვკითხულობ ჩვენ ანგელოზებს ვგავსებით. რა არის ფსალმუნები? ეს არის ვდიდება ღვთისა, მადლიერება ღვთისა და სინანული, ხო? აი ეს მოუკლებელი დიდების მეტყველება აქვთ ანგელოზებს. ისინი არაზოს არ ცხრებიან, ღმერთს სულ ადიდებენ და მადლობენ რისთვის? სიცოცხლისთვის. მე რო დავიბადე, ღმერთს არ უნდა ვუთხრა მადლობა რო გავჩდი? აი ამაზე დილიდან საღამომდე დაუსრულებლად ალილუიათი და ღვთის დიდები, წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგტაოს განადიდებენ ანგელოზები. შეგვიწყალენ ჩვენ ვიცახით, ხო? რომ შეგვიწყალს უფალმა და აი ამიტომ ის 15 წუთი, 10 წუთი არის სულისათვის გადასარჩენი და სახარების კითხვა, სამოციქულოს კითხვა, ეს არის რაც ჩვენ გადაგვარჩენს მებოდა დებოდა, რითაც ჩვენ ავივსებით სულიწმინდის მადლით და სიხარული მოუკლებელი გვექნება გულში, შეიძლება მიჭირდეს, აი ესე ვიყო, მაგრამ მამა გაბრიელს ყველაზე უფრო ნაკლული ქონდა მისი კელია რო შეხვიდოდი, არაფერი არ ქონდა ხადების მეტი, ის თავისი დაჭეთი ხადები ქონდა და ის არ ქონდა, რა ქვია, გამათმობელიც არ ქონდა ბატონო, არაფერი არ ქონდა, მაგრამ ყველაზე დიდარი ადამიანი იყო, ყველაზე ძვირფასი ადამიანი მთელი საქართველოს მას ვებედრებით და აი ზუსტად მამა გაბრიელს უნდა მივბაძოთ მოღვაწეობაში, მოთმინებაში, აი მოთმინება რა არის? დათმობასთან არის დაკავშირებული ქართული სიტყვა, ღრმა არის. დაუთმე, ვის დაუთმო? ღმერთს დაუთმე და მოყვას დაუთმე. მოთმინე, აი, იმაში რომ მივდივართ ისანში. გიორგი, რა წერია ეგ ტაძარს? მოთმინება. გარედან აქვს მამოოს იმხელა ასოები მიკრული მოთმინება. ანუ მოთმინება არის სიმდაბლის გამოხატულება, ესე იგი ადამიანისა. დაათმე. ვის და შენ დაათმე, შენ დახარე თავი. და ვინ იყო ამის მაგალითი? პატრიარქი იყო მოთმინების
გასაოცარი მაგალითი და ამ თავისი მოთმინებით ჩვენ ყველანი გვაცხონა. ასევე ჩვენ გვართებს და აი მარხვა ახლა და ესე იგი რა გვმართებს ასევე? მართებს აი დათმობა და მიტევება. ესე იგი როგორ ამბობს მაცხოვარი როგორ გვეუბნება და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ რომელ თანამდებზე აქვს საუბარი აი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ქართველმა გიორგი მთაწმინდელმა იმაში არ ჩაწერა ცოდვანი ჩვენი არამედ თანანადები რომელ თანანადებზე იგავი გვეუბნება ამის შესახებ მაცხოვარი განმარტავს რომელ თანანადებზე ლაპარაკი 10000 ემართაო ოქრო კაცო ღმერთისო ეს 10000 ოქრო რო ავწონო ტრილიონზეა ლაპარაკი რა ტრილიონ ფულზეა ლაპარაკი რა აი ფულის ერთეულზე რო გადავიყვანოთ იმიტომ რომ 10000 ოქრო არის უთვალავი ფული და ვერ გადავუხადაო და რას გადაიხდი ტრილიონი როგორ უნდა გადაიხადო ვალი ქონდაო რა და ბატონმა თქვა ცოლშვილი გაყიდეთ ეს ციხეში ჩააგდეთ ვიდრე არ გადაიხდით ას გადაიხდეთ და ევედრა რო გადამივადეო და ბატონმა აპატია არათუ გადაუვა და აპატია ხო და გავიდა და 100 ლარი ემართა ერთ კაცს. ო, მის. ეცა, ყელში ეცა. გაყიდა ცოლშვილი ისა. მერე ესე იგი საპრობლემო შეაგდო და მონებმა უთხრეს. ბატონს ესე მოიქცაო. მოვიდა დაიბარა ეს კაცი. ახლა ნუ რას ეთყოდა მიყვარხარ მოიკითხავ და კი ბატონო გიყვარ ვარ, მაგრამ კი მარა ამდენი ტრილიონი გაპატიე კაცო და 100 მანეთი როგორ არ აპატიე რა და აქ ზუსტად რა ის გაუცოცხლა ის ტრილიონი გაუცოცხლა ღმერთმა. ანუ მარხვის წინ რო სახარება იკითხება, რაც იკითხება. უკეთო კაცთა მიუტევოთ შეცოდებანი თქვენი, ყოლითა გულითა ცდომანი მათინ და ცოდვანი, მამამანცა თქვენმა ზეცათამან მოგიტევნეთ ცოდვანი თქვენი, ხო? ესე იგი, აქ არის ზუსტად ამაზე ლაპარაკი, რომ აი ზუსტად. რომ რაც არ უნდა დამიშაოს მე ქმარმა. რაც არ უნდა დამიშაოს მე მეზობელმა. რაც არ უნდა დამიშაოს მე ნებისმიერმა ნათესავმა ის არის და მეგობარმა თუ ასე შემდეგ 100 მანეთის ტოლი ამბავი და მე მაქვს ვალი ტრილიონი ღმერთი ვერ გადავიხდი ვერაზოს ანუ ვერ გამმართლები ახლა რო წავდგები დამთავრებული ამბავი ვინ გამამართლებს ამიტომ არის მართლმადიდებლობა სული სინანული სულის ცხონება ვერაფერი ვერ გადაგვარჩეს მხოლოდ მონანიება ცოდვებისა ხო ღმერთო რატო არის წმინდა მამები რომ სულ იესოს ლოცვას იმეორებდნენ ჯერ ის ღვთაებრივი სიტყვებია იესო ქრისტესი ხო რომელიც სულს განანათლებს და უფალო იესო ქრისტე ძე ღვთისაო შემიწყალე მეწოდვილი ეს რომ მე ვდგევარ სულ საშინელი სამჯავროს წინაშე უნდა ვიდგე და მარად ვევედრებოდე უფალს შეწყალებ გონება სულ უნდა მეყოს მე იქ უნდა ვიდგე უფლის მჟავრის წინაშე ხო და აი აქ არის ზუსტად ამაზე ლაპარაკი რომ არათუ უნდა მიუტევო ჩავიკრა უნდა გულში მის ვინც მე დამიშავა იმიტომ რომ ამას მე თუ აპატიე ი გარანტირებული მაქვს რა ისიც მაპატიებს მეუბნება რომ დათვლა ხო იცი 100 ლარი აპატიე და ტრილიონს გაპატიებო რა მეტი ახლა რა ვთქვას ღმერთმა და ამიტომ ძმანო და განო ფული შედარებითია ფული შედარებითია ჩვენ რო ვიღაცას არ ვპატიებთ რაღაცა პატარა წყენას ან დიდ წყენას თუნდაც ღმერთი რამდენი რაღაცას ვპატიებს აი ამაზეა გადატანილი უბრალოდ მამაო ჩვენოშიც ეგ არის ამ თანანადებზეა ლაპარაკი რომ ჩვენ ამ ვალს ვერასდროს ვერ გადავიხდით ვერცეთი ჩვენი საქციელით ვერასდროს ვერაფერი ვერ გადაწონის ჩვენს ცოდვას იმდენად ავათავარ და იმიტომ მოვიდა ღმერთი თორე ჩვენი ცხონება რო ყოფილიყო შესაძლებელი არ მოვიდოდა ხო ანუ ღმერთმა უპირობოდ უნდა შემიწყალოს რა მეტი მე შენ და ჩვენ სამრევლოს და არავის კაცთაგან მეტი სხვა გამოსავალი არ აქვს და ღმერთი შეგვიწყალებს ღმერთი გვეუბნება აგერ ბატონო მიუტევე და მეც გაპატიებო და აი მარხვის წინ ერთმანეთს ჩავეხუტოთ ყველას დაველაპარაკოთ საყვარელ იმიტომ რომ იცოდეთ რომ ბევრად მეტი გაქვთ დანაშაული ჩვენ უფლის წინაშე ჩავეხუტოთ ერთმანეთს მოვეფეროთ მოვესიყვარულოთ და აი ასე სინანულით მარხვით შევეგებოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ქვეყნად გადაბრძანებას მარადიულ სათასასუფეველში. დიდი მადლობა, მამო, ძალიან დიდი მადლობა. ესეთი ლამაზი საუბრისათვის კიდევ ერთხელ მოვიკითხავ თქვენ მრევლს განსაკუთრებით და ყველა მთელი საქართველოს მთელ მრევლს მოვიკითხავ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენ ერთმანეთზე ვართ ძალიან დამოკიდებული და მადლობა რომ ხართ, იმიტომ რომ ხვდებით, აი თქვენი სიხარული ჩემთვის არის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობა რა და წარმატებებს გისურვებთ. მიხარია რომ აი
ისეთი რო ხარ, რომ ადამიანს უხარია, რომ ისიც მრევლია. რა მაგარია. აი ეგ არის უკვე ქრისტიანობა და მადლობა რა, რომ აი თითქოს კოლეგები ვართ რა, ერთი გასაჭირი გვაქვს, ერთი ფიქრი გვაქვს, ერთი ტკივილი გვაქვს და ასე რომ აი ესე რა, თქვენ მრევლს დიდი მადლობა და საქართველოს მრევლს დიდი მადლობა, რომ რა მაგარია. გაჩნდე ჯერ საქართველოში ხო ძალიან მაგარია, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე კიდე მრევლი იყო და აი ამდენი ზეწოლის მიუხედავად ეკლესიაზე ამხელა შტურმის, ამხელა პრობლემების ვითომ წარმოჩენის რაღაცა და მაინც აქ იყო რა, აი მაშინ ხარ ძალიან მაგარი, რომ აი ამ ცეცხლში მიდიხარ და დგები და ამბობ, რომ მეც ერთი მათთაგანიო. დიდი მადლობა ამისათვის რა, აი თქვენ რო ხართ მრევლი, მაგიტომაც ებრძვია ჩვენ ეკლესიას, რომ უნდათ რომ ღმერთს დაგვაშორონ, მაგრამ სანამ თქვენ იქნებით, აი აუცილებლად ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა. წარმატებები მამა დავით კონჯარია გახდა ჩვენ სტუმარი და დაგიბრუნდებით ზუსტად 10 წუთში შემდგომ აუცილებლად ზარებსაც შემოუშვებთ დროებით.